დასავლეთისგან განსხვავებით საქართველოში სიტყვა პოპულარობა ჯერჯერობით ნამდვილად არ ნიშნავს იმ ქრონიკულ დაავადებას, რომელიც ხშირი ქირურგიული ჩარევებითა და ინექციებით კი არა სკანდალური გამოსვლებით, მასშტაბური საკონცერტო ტურნეებითა და სავსე სტადიონებით იკურნება. ასეთი დაავადება თანაც ასეთი მასშტაბებით აქ ჯერ უცნობია. დასავლეთისგან განსხვავებით პოპულარობა საქართველოში უფრო ვიწრო მასშტაბებითა და შედარებით თავშეკავებული ქცევებით შემოიფარგლება. რა თქმა უნდა, ქართველებს ყავთ თავისი კერპები, თუმცა მათ გამო ისეთ მსხვერპლზე არასოდეს მიდიან, როგორითაც ნებისმიერი დასავლელი ვარსკვლავია განებივრებული. ამბობენ, რომ საქართველოში ძალიან ადვილია გახდე პოპულარული. ეს აზრი ბოლო დროს მასებში განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს. ამავე აზრს კატეგორიულად არ ეთანხმებიან უკვე ცნობილი პერსონები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პოპულარობისკენ მიმავალი გზა წარმოუდგენლად რთული გასავლელია. ამბობენ იმასაც, რომ მათ ეს გზა ძნელად გაიარეს და პოპულარულებით დიდი წვალების შედეგად გახდნენ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ცნობილ პერსონებს კარგად ახსოვთ ის დროც, როდესაც საზოგადოება მათ ჯერ არ იცნობდა და მათზე მოთხოვნა პრაქტიკულად არ არსებობდა. მოკლედ ასე იწყებოდა იმ ადამიანების პოპულარობა, რომელთა რეიტინგი დღეს ყველაზე მაღალია და რომლებზეც საზოგადოება დღეს ყველაზე ბევრს საუბრობს, რომლებიც თავისუფლად ავსებენ მთავარ მუსიკალურ ტერიტორიად ქცეულ სპორტის სასახლეს, რომლებსაც ტელე და რადიო ეთერში ხშირად ითხოვენ და რომელთა ალბომები დღეს ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდება. ეს ფაქტი, რომ თქვათ მე ვიღაცა მიცნობს ქუჩაში და ვაი, პოპულარული ვარ, ეს არ მქონია. იმიტომ რომ ბავშვობაში, რაც თავი მახსოვს, მღერი. ამიტომ არასდროს არ მქონია ის მომენტი, რომ თქვათ, უი, მე ხა პოპულარული გავხდი და ეს და იმიყურებენ. არავინ არ იცოდა და მე ვიცოდი მარტო მე რომ მე ლექსის გარდა დავუშვათ ლექსენის ვიყავი. ვიქნებოდი თუ არა ეს არ ვიცოდი, მაგრამ მე რომ მინდოდა რომ ლექსენი ყოფილიყავი და ვიყავი, ეს ხმე ვიცი რომ ვიყავი, მაგრამ ჩემს გარდა არავინ არ იცოდა მაშინ. შედარებით უფრო დაწნარებული ცხოვრების რითმიც მქონდა, ამდენს არ მუშაობდი, როგორც ეხლა. თუმცა თბილისის ვიწრო წრეებისთვის, რა თქმა უნდა, ვიყავი ცნობილი და ეხლა ფაქტურად სიმღერა მაშინ არ დამიწყია, როცა დაიწყო ჩემი პოპულარობა. ისეთი ვარ ზუსტად როგორც ადრე ვიყავი და არ ვფიქრობ, რომ სხვანაირი გავხდე და არ მინდა და არ გავხდები სხვანაირი. ცნობილი მოდელი ერთ დილას გავიღვიძე და მივხვდი, რომ უკვე ნამდვილი ვარსკვლავი ვარ, საქართველოში იშვიათად, მაგრამ მაინც მუშაობს და თუ მუშაობს აუცილებლად წარმატებით. თუმცა თავად ვარსკვლავებს დღეს უჭირთ გაიხსენონ, როდის იყო ის დილა, როცა გაიღვიძეს და მივხვდნენ, რომ ისინი უკვე აღიარეს და ყურადღების ცენტრშიც არიან. ამავე ვარსკვლავებს არც ის ახსოვთ ზუსტად როდის იგრძნეს პოპულარობის აშკარად სასიამოვნო გემო. თუმცა ნამდვილად იციან ის, რომ სწორედ პოპულარობისთვის გაიღეს მათ სერიოზული ხარკი და რომ ეს მდგომარეობა მათთვის ძალიან სასიამოვნოა. ერთხელ მახსოვს მოვიდა ერთ-ერთი საკმაოდ პრესტიჟული და პოპულარული გაზეთის ჟურნალისტი და მან ჩამომართვა ინტერვიუ. და მითხრა, რომ შენ ძალიან პოპულარული ხარ და იმ დროს მე ეს ცოტა ნაკლებად დასაჯერებელი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მე არ ვიცოდი დაუშვათ ჩემში მოქმედებას როგორი რეზონანსი ჰქონდა და ყავდა თუ არა საერთოდ თაყვანისმცემელი. ეხლაც ვერ გამიგია, დაუშვათ პოპულარული რატო ვარ, ან რომ ვარ, ან როგორ ვარ, ეს ეხლაც მიგვირს ხოლმე, რომ აი დაუშვათ ან იგივე რაღაც ბევრი ხალხი რომ მოგროვდება და ან ავტოგრაფს ან რაღაცას თხოვენ, აი მიგვირს ხოლმე უცბად წავალ მოbrunდები უკან და მე ვფიქრობ, ახლა რატო როგორ და ცოტა მაინც მაბნევს საკუთარი თავით ახლა. ფორმალურად ანუ გარეგნულად გასაგებია, როცა კონცერტზე მოვიდა ყველაზე მეტი ხალხი და როცა უკვე ავტოგრაფს გთხოვენ, მაშინ ხვდები, რომ ოკეი, პოპულარული ხარ. ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია, რომ აი ამ სინდრომ რაღაც რატომ უნდა განაპირობოს ადამიანის შესვლა. ადვილია, იმიტომ რომ როცა ქუჩაში მარტო დავდივარ, არასდროს არ ვჩები მარტო და ყველა ჩემთან ერთად არის მართლა და ძალიან მიხარია. ანუ არ მაქვს ის, რომ აუ ვიღაცა მცნობს და აუ და მარტო ყოფნა მინდა, არასდროს არ მინდა მარტო ყოფნა. არსებობს პოპულარობის რეცეპტი, რომლის ინგრედიენტები მით უფრო მატულობს, რაც უფრო დიდია შოუ ბიზნესის მასშტაბები. ამავე რეცეპტს საქართველოში კარგად იცნობენ. ერთ-ერთი აუცილებელი დეტალი ამ მხრივ მედიასთან ურთიერთობაა. და რამდენიც არ უნდა უსაყვედურონ ცნობილმა ადამიანებმა ამავე მედიას და არაკომპეტენტურობაშიც დასდონ ბრალი, ფაქტია, რომ მათი პოპულარობის განსაზღვრელად სწორედ იგი რჩება. ამავე მედიაში მათ შესახებ ყველაფერს
დაიგებთ და ამოიკითხავთ, რაც მეტნაკლებად, მაგრამ მაინც ჯდება ქართული ნორმის ფარგლებში. თუ კი ვარსკვლავებზე წერენ, თავის მხრივ წერა თავად ვარსკვლავებსაც მოეთხოვებათ, თუმცა ძალიან მოკლედ, მხოლოდ ავტოგრაფის სახით. ასეთებს კი ისინი მრავლად არიგებენ. სხვათა შორის ვარსკვლავება ჩერაცხულ იმასაც აცხადებენ, რომ მდგომარეობას, რომელსაც პოპულარობა ჰქვია, ზემოხსენებული კარგი მხარეების გარდა ცუდი მხარეებიც მრავლად აქვს. მე ალბათ მომაკლდა უფრო მეტი თავისუფლება, ვიდრე პოპულარობამდე მქონდა. ისე ვეღარ დავდივარ დაუშვათ მეგობრებთან. განა არ შემიძლია, შეძლებაზე არ არის, მაგრამ უბრალოდ აღარ მინდა რომ მე იქ ზედმეტი რაღაც კონფლიქტებში ჩავერიო და იმიტომ რომ აგრესიული ხალხი ხომ აი ძალიან ბევრია საქართველოში და აი ეს მიქმნის უბრალოდ დისკომფორტს მეტი არაფერი რა და აი ეს მომაკლდა თავისუფალი სიარული მეგობრებთან ერთად აი იმ ადგილებში დაუშვათ სადაც უწინ ჩემს მეგობრებთან ერთად დავდიოდი და დღესდღეობით უნდა წავიდე დაუშვათ ისეთ მარტო მყუდრო ადგილას სადაც მე მინდა და ჩემი მეგობრები მე უნდა წამოყვნენ. რაც ეს კლიპი გამოვიდა ჩუმად მინატრე, შესაბამისად გაიზარდა თქვა პოპულარობა, უფრო მეტი ადამიანი მიცნობს და იცი რა ასატანი და გადასატანი ეს არ არის რომ თქვა ტრაგედია რომ დედა პოპულარული ვარ და ეხა მე რა ვქნა რომ აი ხალხი მიყვარს. უბრალოდ ხანდახან მართლაც მიჩნდება ხოლმე ის მომენტი და ის თქვა აზრი რომ აი სადაც ქუჩაში გავიარო, თუნდაც ისე რომ აი საერთოდ არავინ არ შემომხედოს. აი მართლა მინდა რომ აი ესე გავიარო, ან მაღაზიაში შევიდე და გამყიდველს ისე დაველაპარაკო რომ უცბად არ დაიბნეს, ან არ გამიღიმოს, ან რაღაც უიშენის არა ხარ. ავტოგრაფებზე რა ვიცი, სულ ეხუმრები ხოლმე, იმიტომ რომ თუ სერიოზულად მოდიან ავტოგრაფით რაღაც პრუჟინას უხატავ ხოლმე და არა გთხოვს სხვა რამე დამიწერ და არა მაინც პრუჟინას უხატავ ხოლმე და არ ვთვლი რომ რაღაცა სალომე კორკოტაშვილი ან პაპარაცი რაღაც ეგეთ პროსტა პრუჟინას უხატავ. არის ნაწილი რომელიც მართლა გაფასებს და პატივცემს ეს შევსულვარ იგივე სად რაღაცის საყიდლად და ეს რა გის და ეს ჩემგანს აჩუქრათ ვიღაცა გჩუქრის და აი იმის მერე ვიღაცა მოდა ავტოგრაფს გთხოვს და შენ როგორ უნდა თქვა რომ მომბეზრე და ეს შენს მიმართ დაფასებას გამოხატავენ რომ შენ გაფასებინ და უყვარხარ რომ ავტოგრაფს გთხოვენ. ჩვენი პროფესიის ადამიანი ნაკლებად უნდა ავლენდეს აგრესიას. უნდა იყოს უფრო მეტად თავშეკავებული, მაქსიმალურად უნდა ეცადო ამ შემთხვევაში რომ იყო გაწონასწორებული, თუმცა ძალიან ძნელია. ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ჩვეულებრივი მოკვდავი ხარ, ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, ნერვი შენც გაქვს და ელემენტარულად როცა არასწორად გექცევიან, თავისთავად ეს იწვევს გაღიზიანებას და აგრესიას. ხშირად არის ისეთი ფაქტი, როდესაც მოდიან ვიღაცები და ნინი ავტოგრაფი რა, თუ შეიძლება და ნუ მე ამას ყოველთვის ხვდები, რომ ეს ცინიზმით არის და ესეც იცი რთული ასატანია, როდესაც შენდამი რაღაცა ცინიკურად არიან რა. და ზოგს გონია, რომ რაც პოპულარული როა და თვითონ რომ იმას რაღაცა ცინიკურად ან თავის მეგობრებში რაღაცა დაცინებს, კაი ტიპი გამოდის. და ამას ხო მე ვხვდები და ამას ხო ვამშობ თავიდან ძალიან ნერვები მეშლებოდა და ეხა უკვე შევეჩვია. დამყობა ხოლმე დაცვის სამსახური. ეს მოითხოვა ჩემო ცხოვრება, მე ხა ნამდვილად არ დავიწყებ ამაზე საუბარს, რატომ და რისთვის საჭიროა. ჩემი შემოქმედებისთვის, ჩემი ცხოვრებისთვის დაცვის სამსახური სიარული. არა იმიტომ რომ დაუშვათ ეს მოდურია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთხელ მოვყევი ჭყლეტაში ჩემივე კონცერტზე. არ მყავდა მაშინ დაცვის სამსახური და ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდი. პოპულარობაზე ოცნებობს ყველა, ვისაც ამ სიტყვის აზრის საკმაოდ კარგად ესმის. თუმცა ამაზე ხმამაღლა საუბარს ყველა ერიდება. მოკლედ თავდაბლობის იმიჯის შენარჩუნებას ზენიტში მყოფი სამამულო ვარსკვლავებიც კი ცდილობენ. ფაქტია, რომ პოპულარობა საკმაოდ მომხიბლავი მდგომარეობაა, რომელიც თუ მოიპოვე, ყველანაირად უნდა ეცადო, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნო. ეს ყველაზე რთულია და ამით თკბობაც უნდა შეგეძლოს. ეს კი საკმაოდ ადვილი. სასიამოვნო მდგომარეობაზე მეტად კი პოპულარობა სერიოზული მიზანია, რომლის მიღწევაც კვირის ინფორმატორისთვის გამოკითხულმა 4-ეულმა ნამდვილად შეძლო. ჩვეულებრივად ცხოვრობდი, ჩვეულებრივად მუშაობდი და ფაქტიურად აი იმ წლების ნამუშევარმა მე მიყვანა აი ამ ლოგიკურ შედეგამდე.
არასდროს არ მიოცნებია, რომ თქვათ ბავშვობაში დამჯდარი და აუ როგორ მინდა რომ პოპულარული ვიყო, აუ როგორ მინდა რომ ავტოგრაფებს მთხოვდნენ. უბრალოდ მე მინდოდა სიმღერა. და უბრალოდ მინდოდა რომ ყოფილიყავი მომღერალი და აქედან გამომდინარე თუ გინდა რომ იმღეროდე და იყო მომღერალი და რაღაცა ტელევიზორში ჩანდე და პრესაში და ასე შემდეგ ხდები პოპულარული. თორემ მე ამაზე არ მიოცნები. პოპულარობისთვის მე არ მღეროდი და არ წერდი სიმღერებს, უბრალოდ მე მომწონდა რომ წერდი სიმღერას, მე კონცერტები მქონდა და ეს ხალხს მოწონდა, თორემ მასას თუ მოეწონებოდა, ანუ ყველაზე თუ გაიყიდებოდა ალბომები, არ მეგონა. მე მინდოდა რომ ქართული კულტურისათვის გასაგები ჟღერადობა შემექმნა, ქართული ყური შემექმნა და ეს მინდოდა და თუ ეს გავაკეთე, ეს მიხარია. მე მიზანი ეს მქონდა და ინტერესი ეს მქონდა და ვფიქრობ რომ გავამოვიდა და ამით ვარ ბედნიერი.